ნებისმიერი ცვლილება, ეს იქნება ფინანსური ეკონომიკური კრიზისი, თუ ზოგადად პანდემიები და მსგავსი არასტანდარტული, ასე ვთქვათ, გარემოები, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ბიზნესის უწყვეტობის რისკების მიმართულები და აქტიურებს აი ამ რისკებს. შესაბამისად, HR-ი გადადის, ასე ვთქვათ, ერთგვარ საგანგებო მუშაობის ფორმაში და ბიზნეს ლიდერებთან ერთად და გუნდებთან ერთად ზრუნავს იმაზე, რომ ორგანიზაციაში იყოს შენარჩუნებული მაქსიმალურად ჯანსაღი გარემო და ოპერაციების უწყვეტობა იყოს უზრუნველყოფილი. ასეთ გარემოებაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება ის აქციები და ვითარება, რაც ქვეყანაში არის ნოემბრის შემდეგ, როგორ ხდება ადაპტირება ამ ვითარებასთან, აი აგერ უკვე ორ თვეზე მეტია. რა როლი აქვს HR-ს ამ დროს? რა როლი აქვს მას თანამშრომლებთან ურთიერთობაში და ზოგადად კომპანიაში? HR-ი მოგიხსენებათ არის ზოგადად შუამავალი რგოლი, ერთგვარი შუაში დგას კომპანიის მენეჯმენტსა და გუნდებს შორის. შესაბამისად, ბუნებრივია ის, რაც გარეთ ხდება, ეს დაძაბულობა, კრიზისი. მათ შორის ემოციური ფონი ბუნებრივია ახდენს გავლენას თანამშრომლების ემოციურ მდგრადობაზე. შესაბამისად, ბიზნეს ოპერაციები, რომლებიც თანამშრომლები არიან ჩართული და მათი ყოველდღიური პროდუქტიულობა ცალსახად მოლოდინი არ უნდა კონდეს, რომ იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც ეს იყო, ვთქვათ, ამ კრიზისის დაწყებამდე. შესაბამისად, აი ამ დროს უკვე HR-ის უმთავრესი როლი ხდება, რომ ხელი შეუწყოს მაქსიმალურად გუნდებს, ადამიანებს იმისათვის, რომ ფსიქოლოგიურად და ემოციურად ჯანსაღი გარემო იყოს მაქსიმალურად შენარჩუნებული და ისევე როგორც იმუშაოს ბიზნეს ლიდერებთან აქტიურად, რომ ორგანიზაციამ გააგრძელოს მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, ოპერირება იმისათვის, რომ ორგანიზაცია არ დადგას კიდევ უფრო მეტი ფინანსური და ორგანიზაციული რისკების წინაშე, რაც ისედაც შექმნელია დღევანდელ დღეს ქვეყანაში. რა არის ეს აუცილებელი ნაბიჯები, რაც ამ დროს HR-მა უნდა გადადგას კრიზისზე? თითოეული ადამიანი რეაგირებს სხვადასხვანაირად, ვიღაცა შეიძლება მარტივად ადაპტირდეს, ვიღაცა ძალიან რთულად. თუ ხდება თითოეული შემთხვევის გაანალიზება თითოეულ კონკრეტულ თანამშრომელთან და აქედან გამომდინარე შესაბამისი რეაგირება. HR პროფესიონალთა ასოციაციამ პრინციპში ამისი ძალიან კარგი მაგალითი ანახა, როგორც კი დაიწყო ეს პროცესები და შევიდა, ასე ვთქვათ, კრიზისში ქვეყანა, მოგიხსენებათ ცნობილი განცხადებებიდან გამომდინარე და ევროპის, ასე ვთქვათ, გაერთიანების კურსის შეჩერებასთან დაკავშირებით. აქვე მინდა ვისაგებო შემთხვევით და დავიფიქსირო ასოციაციის პოზიცია, რომელიც არაერთხელ გვაქვს დეკლარირებული, რომ ცალსახად ერთ-ერთი გამოსავალი არის არჩევნები და შესაბამისად ყველა პოლიტპარტიის გათავისუფლება და სწორედ აი ამ კრიზისს ჩვენ უპასუხეთ იმით, რომ პირველ რიგში დავიწყეთ მხარდამჭერი ჯგუფების შექმნა, ფორმირება HR პროფესიონალებისთვის, იმიტომ რომ HR-ი პირველ რიგში როდესაც ზრუნავს ბიზნეს ლიდერებზე, კომპანიის ბიზნეს უწყვეტობაზე, მენეჯმენტთან და თანამშრომლებზე, თვითონ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ემოციურად მდგრადი და მხარდაჭერას უნდა გრძნობდეს. შესაბამისად, ჩვენი ასოციაცია, რომელიც ოპერირებს არა მხოლოდ წევრებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად ყველასთვის არის, ყველა HR და ორგანიზაციული განვითარების პროფესიონალისათვის ჩვენ დავაორგანიზეთ ესეთი მხარდამჭერი ჯგუფები, სადაც შევიდა სხვადასხვა აქტივობები მხარდაჭერის, ისევე როგორც ეს ადამიანები ჩაერთნენ სხვადასხვა გეგმებში, სხვადასხვა პროგრამებში, რომელიც ზოგადად საზოგადოებრივად, ასე ვთქვათ, ადამიანებს უჭერს ხარს, ისევე როგორც კომპანიების შიგნით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ HR-ი უსმენდეს გუნდებს და ადამიანებს. ბუნებრივია გააჩნია ახლა ორგანიზაციის ზომა, სადღაც 50 ადამიანი მუშაობდა, სადღაც 8000 და 10000 ადამიანი. შესაბამისად, ესე ინდივიდუალურად ალბათ ვერ მოხდება დიდი მასშტაბების კომპანიებში მოსმენა, თუმცა არის იქ შიდა კომუნიკაციის მიდგომების, სისტემების იაწყობილი და მათ შორის HR-ი შედის ძალიან აქტიურად და ასე ვთქვათ, აგრძნობინებს თანაგუნდელებს თავს მოსმენილად და მეორეს მხრივ უსმენს, რა სჭირდება მათ. იმ დროს, როდესაც ემოციური ფონი მაღალია და შესაბამისად ემოციური მდგრადობა არ არის ისეთი, როგორც ასე ვთქვათ, ყოველდღიურ ჯანსაღ გარემოში შეიძლება ყოფილიყო. პირველ რიგში ზრუნავს რა აქტივობები შეიძლება იყოს შეტანილი, შეიძლება იყოს თუნდაც ფსიქოლოგის დახმარება, ან თავად გაუმკლავდეს მოკლედ აი ამ კომუნიკაციის პროცესს, ისევ როგორც არსებობს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, აქტივობები და მექანიზმები, ინსტრუმენტები, რომელიც აი ამ დროს შედის იმისათვის, რომ ადამიანებმა შეინარჩუნონ მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, კიდევ გავუმეორდები ემოციური მდგრადობა. რამე საერთაშორისო სტანდარტი არსებობს ამის თუ ეს არის სუფთა ადამიანური ფაქტორი და ეს არის კრიზისების მართვის სქემა და ნებისმიერ ორგანიზაციას
ორგანიზაციას გააჩნია ზოგადად ორგანიზაციული კრიზისების მართვის და რისკების მართვის ასე ვთქვათ სქემები, შესაბამისად HR-ს თავისი ასე ვთქვათ კრიზისების დროს როგორ ოპერირებს HR და როგორ იქცევა მყისიერად ეს გეგმები გააჩნია ზოგადად ორგანიზაციებში და ნომერ პირველი რა თქმა უნდა ეს არის ის რომ პირდაპირი და ასე ვთქვათ ხშირ კომუნიკაციაში შედის ადამიანებთან რომ ადამიანებმა იგრძნონ თავი მოსმენილა და მეორეს მხრივ რაც მათ ჭირდებათ ასე ვთქვათ ეს საჭიროები იყოს დაკმაყოფილებული. აქ შეიძლება იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, მით უმეტეს დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით, ხო? ეს სხვადასხვა ფორმები დახმარები შეიძლება ეს იყოს ჯანმრთელობის ასე ვთქვათ დაცვასთან და ასე ვთქვათ მხარდაჭერის ყისიერი ზომები. აქ შეიძლება იყოს მათ შორის ფინანსური, აქ შეიძლება იყოს დროსთან დაკავშირებით, სამუშაო დროსთან დაკავშირებით. მოგიხსენებთ პანდემიის პრაქტიკა, პირველი პრაქტიკა იყო, როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ სახლიდან მუშაობა ან ასე ვთქვათ მოქნილი სამუშაო გრაფიკები შემოვიტანეთ ორგანიზაციებში და ეხლა ძალიან ბევრი კომპანია ისევ გადაეწყვა მოქნილ სამუშაო გარემოზე და მოქნილ სამუშაო გრაფიკზე რომ ადამიანები რომლებიც არაერთი საათი ღამეს სიცივეში დგანან აი ამ ასე ვთქვათ გამოსვლის დროს და პროტესტებისას ბუნებრივია ისინი ზუსტად იგივე დროს ვერ იწყებენ დაგვიანებები მოხდება ან ვთქვათ ისევ ფსიქოემოციური მდგომარეობა არ არის იმდენად მდგრადი და ჯანსაღი შესაბამისად ყველა ეს ფაქტორი ხდება ანგარიშს გაწეული და ბუნებრივია ყველა ჯანსაღი და სწორად ევროპულად მოაზროვნე ორგანიზაცია ცდილობს იმაზე რომ თითოეულ თანამშრომელს ხელი შეუწყოს ამ დროს და ნაცვლად რაღაცა საყვედურების ან ჯარიმების ან რაღაცა შიდა ესეც მინდოდა და მეკითხა თუ არ ეთანხმება თანამშრომლების პროტესტს HR და ორგანიზაცია ამ დროს რა ხდება? ჩვენ ძალიან გაგვიმართლა როგორც HR პროფესიონალთა ასოციაციას HRPA ჯორჯია ყველა ჩვენი წევრი და მათ შორის ის ადამიანები რომლებიც აი ამ მხარდამჭერი ჯგუფებში არიან ძალიან აქტიურად ჩართული თითოეული მათგანი არის მზრუნველი იმაზე რომ ადამიანი იყოს დაცული მათი სამუშაო გარემო იყოს დაცული და უსაფრთხო და ყველასთვის 99% ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ შეგხვედრია განსხვავებული აზრი არის პროევროპულად ასე ვთქვათ მომართული ამდენად მათ შორის როდესაც საუბარი წავიდა გაფიცვებზე დემონსტრაციებზე და ასე შემდგომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი თხოვნა ასოციაციის მიმართ ჩვენი წევრი HR პროფესიონალების მხრიდან იყო ის თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოვაქციოთ სამართლებრივ ჩარჩოებში ისე რომ არ დაზარალდნენ დასაქმებული ადამიანები და სადგადის უფლებრივი ზღვრები და მათ შორის სადგადის და სათავდება შრომის კანონმდებლობა და სადიწყება თქვათ გამოხატვის თავისუფლება და სხვა საჯარო კანონმდებლობის ეხლა ეს მინდა და მეკითხა გაფიცვასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად რომ მკითხრათ რამდენად საფრთხის შემცველია გაფიცვის ფორმა სხვადასხვა ორგანიზაციისთვის თუ არსებობს გარკვეული რაღაცა ვადით გაფიცვა რაც უბრალოდ არის ეს აზრის გამოხატვა და ზიანს არ მიაყენებს ამა თუ იმ კომპანიის ფუნქციონირებას. ესე იგი გაფიცვას რაც შეეხება აქ ორი სხვადასხვა ფორმა არსებობს გაფიცვის და უნდა გავუმჯდოთ როდესაც ორგანიზაციაში ეფიცება ორგანიზაციის მენეჯმენტს და ორგანიზაციის თანამშრომლები ეს არის ზუსტად ის გაფიცვის ასე ვთქვათ მიმართულება რომელიც ჯდება შრომის კანონმდებლობაში თუმცა ის რაც პროტესტებია ეს ცდება შრომის კანონმდებლობას შესაბამისად აი ამ დროს რაც შეიძლება HR-მა გააკეთოს და ორგანიზაციამ როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე გამოიყენოს სხვადასხვა პრაქტიკები რომ შეუმსუბუქოს სამუშაო გარემოში ყოფა ამ ადამიანს და მათ შორის აიღოს პასუხისმგებლობა და იზრუნოს მათ ჯანმრთელობაზე მათ დაცულობაზე როგორც სამუშაო ადგილზე ასევე სამუშაო ადგილის გარეთ თუ რაღაც ხდება, თქვათ ამ ადამიანთან ან მათი ოჯახის წევრების წინაშე მზრუნველი ორგანიზაცია HR და ლიდერშიპი, ასე ვთქვათ, მზრუნავს რომ გვერდში დაუდგეს ბუნებრივია აი ამ ადამიანებს და არ არის გამონაკლისი ზუსტად ის HR-ები და ის გუნდები, რომლებიც დაორგანიზდა აი ამ პროცესში. ძალიან საინტერესო იყო ასევე ჩვენი უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრა, ჩვენ დავაორგანიზეთ სპეციალური შეხვედრები უკრაინელ კოლეგებთან. ბუნებრივია ესეთი პირდაპირი ბმა არ არის ჩვენი დღევანდელი შექმნილი სიტუაციის და უკრაინის, ხო, ღვთისმწყალობით მოკლედ არ არის ახლა ომი ჩვენთან, თუმცა როგორ მართავენ ეს ადამიანები ჩვენი კოლეგა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ აღვნიშნო ესენი გმირი ადამიანები არიან. ესე იგი მყისიერად იქ რაღაც განგასში სიგნალი ინთება და რაღაცა ბომბი ვარდება და როგორ გადადიან ისე რომ არ ჩერდება ბიზნეს ოპერაციები და სამუშაო
ასე ვთქვათ, პროცესი წყდება მხოლოდ რამოდენიმე წუთი და იღებენ ლეპტოპებს, ჩადიან სამისართულით ქვემოთ, სადაც მოწყობილია მთლიან სამუშაო გარემო და როგორ აგრძელებენ აი ამ ბიზნეს უწყვეტობას, ეს არის, არ ვიცი, წარმოუდგენელი საერთაშორისო დონის სტანდარტი, რაც ამ ადამიანებმა დაამკვიდრეს და იყო ძალიან საინტერესო ამ ადამიანების გამოცდილების პრაქტიკის გაზიარება ჩვენი კოლეგებისათვის. შესაბამისად, ყველაფერი მიმართულია იმაზე, რომ ეხლა ასე ვთქვათ, ორგანიზაციაში ისედაც არის ასე ვთქვათ კრიზისი შექმნილი ასე ვთქვათ ქვეყანაში შესაბამისად მაქსიმალურად ორგანიზაციამ მოახდინოს ოპერაციების მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე ყოველდღიური ოპერირება აი ამ დროს HR-მა HR როგორ უნდა დაუდგეს თავის მენეჯმენტს გვერდით და პირველ რიგში დაუდგეს თავის თანამშრომლებს და ხელი შეუწყოს ფსიქოემოციურ მდგრადობაში და ეფექტურობის და ეფექტიანობის მაქსიმალურად შენარჩუნებაში ეს არის ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი როგორც HR პროფესიონალების ბიზნესშიც და არა მხოლოდ ბიზნესში, ყველა სფეროში.